კითხვები და კომპეტენტური პასუხები. სპორტი ყველასთვის. დავუთმოთ მეტი დრო ქართულ სპორტს. რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით, შევაჯამოთ გასული სპორტული კვირა. პირველ რიგში ქართულ გუნდებს მიულოცოთ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევა და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ამირან შაიშმელაშვილთან ერთად, ჩემ კოლეგასთან ერთად აი ამ დაპირისპირებების შესახებ, თუმცა გადაცემა უნდა დავიწყოთ ჩართვით. კახი კახიაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, ლეგენდარული ქართველი ძალოსანი. მე ნამდვილად არ მომერიდება ამ სიტყვების თქმა, თუნდაც ტიტულების გათვალისწინებით და თუნდაც მის მიერ გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე. მოგესალმებით ბატონო კახი. გამარჯობა. მაინტერესებს როგორ მიდის სამზადისი, იმიტომ რომ ვიცით, ხვალ ჩანიშნულია თქვენი სახელობითი დარბაზის გახსნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ. მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეთ ამ ადგილას თქვენი სკოლის გახსნა, ძალოსნობის სკოლის გახსნა, რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? დიახ, ჩემშობლიური ქალაქთან ცხინვალთან ახლოსია 2 კილომეტრში ჩანს ჩემი სახლიც, მიდამოებით ცხინვალში, ეს ჩემი სოფელია წარმოშობით, ჩემი გვარი აქედან არის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დარგში და ტიტულით მე გავაკეთე 44 დარბაზი და სულ გულიმწყდება ჩემს საკუთარ სოფელში და მიდამოებში ვერ გავაკეთე, ვერ მოვახერხე ხან ამიზეზით, ხან ამიზეს, ხან შენობის მქონდა. მე შემდეგ უკვე შევისყიდე ძველი შენობა და ახლა გადავაქციე 50 ბავშვი 5 წლიდან დადის ასპარეზობენ ჩვენ საყვარელ სახეობებში და უკვე შედეგებიც გვაქვს. ხვალ მექნება გახსნა კლუბისა, სპორტის აკადემია კახის კლუბი ასე ქვია. მიხარია რომ ბავშვები საქმდენ სპორტის ძალიან მოხდა შემეცევა და ესე ვთქვათ, იქნება რომ ცხინვალის ჩაკეტილი ზონა გაიხსნა და იქია რომ ადგილობრივმა ბავშვებმა ძალიან ძლიერი სკოლა ჰქონდათ ცხინვალს და ბევრი წარმატებული სპორტსმენი, მწვრთნელი თავის დროზე მოგახსენებთ რომ ცხინვალის ნაკრები საქართველოს ნაკრებს უგებდა სახეებში და ჩემს პლიადას დაეთხა და დღეს ასე ვთქვათ ჩამყდარი ეს მდგომარეობა, ეს სიტუაცია და ხვალ გვექნება გახსნა. ჩემმა სპორტის კოლეგებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა, პარლამენტის სპორტმა, აგრარულმა ხელმძღვანელობამ, ხელისუფლებამ, ჩემმა ფედერაციამ დამაფასეს, მოვლენ. პირველ საათზე გვექნება გახსნის ღონისძიება საზეიმო, ცხინვალის მთავრობამ დაგვაფასა 50 მუსიკოსი გამომიგზავნა და გვექნება ასე ვთქვათ ჩემთვის ამ მასშტაბები გრანდიოზულია ჩემთვის და მოხარული ვარ რომ კიდევ ერთი სპორტული ობიექტი შეემატება სრულყოფილად საქართველოს. მე მოგახსენებთ რომ 30 ბავშვს ყოველდღიურად ვაჭვევ ადგილობრივ მოსახლეობას და მინდა რომ დაკვება კონტროლური შესაბამისობაში ის კონდეს კარგი. 3 წელია უკვე საქართველოს პირობებში და გვაქვს სპორტული შეჯიბრიც გადაბმულად იქნება ღონისძიებასთან. საუკეთესო სპორტსმენები 13 წლის ასაკში ჩამოვლენ და გაუმასპინებენ ამ პირველობასაც. გასაგებია, გარდა იმისა, რომ ეს თქვენი მშობლიური მხარეა, ამას დიდი ფუნქციონალური დატვირთვაც ექნება, იმიტომ რომ ეგ რეგიონი მართლაც გამორჩეული არის ამ თვალსაზრისით. საქართველოს აქ ესეთი თავისი ნაირსახეობები მრავალფეროვანია, მაგალითად ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა ტრადიციულად აჭარის რეგიონის არის. ჭიდაობა ქართლის არის და აი ძალოსნობაც მაგ რეგიონისთვის არის ალბათ ნომერ პირველი. პოტენციალთან დაკავშირებით გითხარით. აჭარაც არის და რა თქმა უნდა ცხინვალიც არის. ახლა ცხინვალს მაგარი ყავს, მოჭიდავების კარგი და ძალოსნობიც ყავდა და დაკარგულია ძალოსნობაში ეს ტრადიცია, იმიტომ რომ დაკარგულია ფიზიკურად ცხინვალი, იურიდიულად კი არა, მაგრამ ფაქტიურად კი. ამიტომ მინდა ეს ეგრეთ წოდებული საზღვარი გაიხსნას, რომ იქიდან წიავრონ ჩვენთან სპორტსმენებმა. მაქვს გაკეთებული პატარა აუზი, მაქვს ობიექტის მომზადება და კლასიკური სახეობა ძალოსნობა.
თუ რამე აერთიანებს დღეს დედამიწაზე საზოგადოებას, ალბათ პირველ რიგში ეს სპორტია, მინდა წარმატება გისურვოთ ახალ წამოწყებაში, თქვენი პროფესიონალიზმის ნამდვილად გვჯერა და გვწამს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი სინჯის მედლები ძალიან ბევრი, ძალიან მალე ექნება თქვენ სკოლას. რომ დროულად და აშუქებთ სპორტში ხდებებს, იმიტომ გვაქვს ხდებები, არის იქში საქართველოს სპორტი ბევრი გვაქვს წარმოებები, საორგანიზაციო თემა, სპორტული ორგანიზებები, უნდური ჩათვლა, პირადი ჩათვლა, გასაგებია, დიდი მადლობა წარმატებები. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი სტუდიაში ამინა შაიმ-შმელაშვილი, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი, კომენტატორი, ჩვენ შევაფასებთ ქართული კლუბების ასპარეზობას ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრები იყო. მოდი დავიწყოთ ამ თემით. ქუთაისის ტორპედომ როგორც იქნა და მოახერხა ყაზახური ბარიერის დაძლევა. როგორც იქნა, არა მარტო ტორპედოს ეკუთვნის ეს ფრაზა, არამედ თლიან ქართულ ფეხბურთს და მის ყველა წარმომადგენელს, რადგანაც როგორც ნაკრებების დონეზე ირლანდია გადაგვეკიდა და ვერაფრით ვერ მოუგეთ, ესე გამოვიდა და დალაგდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, რომ ყაზახები იყვნენ ჩვენთვის თორას დაუძლეველი ბარიერი და ეს ორმაგად მნიშვნელოვანი და ძალიან სასიამოვნოა და ყველაფერთან ერთად აუცილებელი იყო სანგლუბო კოეფიციენტის ზრდისთვის. მოდი დავიწყოთ თავიდან, პირველი ქუთაისური მატჩი გავაანალიზოთ და შემდეგ უკვე გუშინდელი ასპარეზობა. შეგახსენებთ, ქუთაისში 4-3 მოიგო ტორპედომ, გუშინ კი ფრე 1-1 დაასრულა და ორი მატჩი ჯამში მომდევნო ეტაპზეა. მოგესალმები, ახლა მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. შენც მოგილოცავ გულშემატკივარსაც, რომ ვიხსენებდით ეთერში შემოსვლამდე 4 გუნდი ძალიან დიდი ხანია, სადაც 10 წელია, რაც მინიმუმ არ ყოლია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-ვე გუნდით წარმოდგენილი არ ყოფილვართ. ცხადია, უფრო მეტი გვინდა, მაგრამ პროგრამა მინიმუმისთვის ესეც უკვე კარგი ამბავია. რაც შეეხება კონკრეტულად ტორპედოს, ორი განსხვავებული მატჩი ვნახეთ, შეგვიძლია ამის თქმა. ქუთაისური გუნდისგან უშუალოდ პირველ შეხვედრაში მგონია, რომ იყო დაშვებული ბევრი შეცდომა დაცვაში და ის რომ ლეგიონერები ახალი მოსულები იყვნენ, ის რომ თუნდაც იგივე მამუჩაშვილი, რომელიც კაპიტნად აირჩიეს რამდენიმე დღის შემდეგ, მაინც ახალი მოსული იყო. რამდენიმე საათის მისული იყო ბუკვალურად გუნდში. რეალურად თითქმის ასე იყო და ეს პრობლემები მაინც იჩენდა თავს, რომ ბოლომდე დაკომპლექტება გუნდისა არ იყო რაღაც დიდი დროის განმავლობაში და ახალი შეკრული იყო გუნდი. ამის გამო რაღაც მომენტებში შეუთანხმებელი მოქმედებები ჩანდა და დაცვაში განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეცდომები ჩანდა, მაგრამ აი პირველი მატჩის ბოლო 15 წუთიდან მოყოლებული ორმატჩიანი დაპირისპირების ბოლომდე უკვე ვნახეთ სრულიად სხვა ტორპედო, განსაკუთრებით მეორე თამაში, მწვრთნელის ხელით თამაშიდან თამაშამდე ეტყობა ტორპედოს, რაც ყველაზე სასიამოვნო იყო და ეს შეცდომები, რაც ქუთაისში ვნახეთ დაცვაში, საბედნიეროდ უკვე ვეღარ ვნახეთ შიმკენში. მე ვერ დაგეთანხმები სამწუხაროდ, იმიტომ რომ მგონია, რომ აი ესეთი შეცდომები, თქვათ, კი გუშინ 10 კაცის შემადგენლობით მოახერხა და სასურველი შედეგი დააფიქსირა ქუთაისის ტორპედომ, მაგრამ მაინც ხარისხობრივად მგონია, რომ ორდაბასის ფეხბურთელებმა საშემსრულებლო კლასში მოისუსტეს, თორე შეიძლება რომ დავსჯილიყავით რამდენიმე ეპიზოდში, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა, რომ ტორპედო ვერ გასულიყო, მაგრამ ალბათ მე მგონია, რომ შეთამაშების კომპონენტში იქნება პროგრესი და ესეთი შეცდომები უკვე ამ ყველაფერს მატჩამდე პროცესია გზა არის, რომელიც უნდა გაიაროს ყველა ვარიანტში. ტორპედომ უბრალოდ შედარებისთვის პირველ და მეორე თამაშს შორის თლად სადადამიწა თუ არა, ყოველ შემთხვევაში დიდი სხვაობა ნამდვილად იყო. დიდი სხვაობა იყო ტაქტიკურადაც. ხო, პოზიციური თამაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში, ერთ-ერთი საერთოდ თითქოს განსხვავებულად აზროვნებდნენ ფეხბურთელები გადაწყვეტილებების მიღების დროს პირველ მატჩში და მეორეში უკვე ეს რაღაც ქიმია იგრძნობოდა მოთამაშეებს შორის. ასე რომ შეგვიძლია იმის თქმა, ჯანსაღ გზაზე დგას ტორპედო ახალ მწვრთნელთან ერთად. ეს გზა რამდენად გრძელი იქნება და რამდენად სწორი, ეხ კიდე ცალკე საუბრის თემაა. ჩვენ სამწუხაროდ ისეთი პერიოდის მომსწრენი ვართ, რომ სანატრელი გახდა ერთი ეტაპის გავლა.
და ხშირად აგვისტოს თვემდე თამაშები აღარ იყო ხოლმე საქართველოში. ეხა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ტორპედოს გაცლებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს თავისი ფეხბურთელებიდან გამომდინარე. ესე უხეშად რო ჩავიხედოთ ფურცელზე, სივებით ფანტასტიკური. ან პირველი გუნდი უნდა იყოს, რა მოდი ესე ვთქვათ, აი ამ სივით რა, რაც საერთო ჯამში აქვს თავის ფურცელზე მე მგონი შემადგენლობა თავის მთავარი მწვრთნელით დირკ შუსტერით, რომელსაც გერმანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს თუ მარტო ეს რო ვთქვათ არ იქნება, ხო, სწორედ გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი ბუნდესლიგის ერთი სეზონის. მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, მე ცოტა მიჭირდა აი კონტურების დანახვა, რა მოთხოვნები ქონდა შუსტერს. მე მგონი აი მწვრთნელისთვისაც საჭირო იყო ეს ადაპტაცია. ხო, რა თქმა უნდა, ყველა სჭირდება. თან მოდი გავიხსენოთ ისიც, რომ როცა შუსტერი მოვიდა, სეზონი დაიწყო რამდენიმე დღეში. ანუ მას სრულფასოვანი შეკრება გუნდთან ერთად არ გაუვლია. შემდეგ როგორც ისაუბრეს, რაღაც პირადი ოჯახური მიზეზების გამო გვიან მოუწია ჩამოსვლა, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ თავიდანვე კი მისი მეთვალყურეობით ხდებოდა შეკრება, რა თქმა უნდა, მისი ასისტენტები. ხო, სახელები არ იცოდა, მე მგონი რა თამაში რო გამოვიდა მაშინ, როცა ჩემპიონატი იწყებოდა რამდენიმე დღეში. ასე რომ ვერ მოხერხდა თავიდან სრულფასოვანი შეკრების გავლა და ამის გაკეთება შეძლეს უკვე ზაფხულში, როცა ნახევარი სეზონი ჩემპიონატის გავიდა. და ნელ-ნელა რაც ნაბიჯ ძალიან ცუდი შედეგებია. ეხა სამი თამაში მოიგეს თუ არ ვცდები შესვენებამდე ზედიზეთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ხო, ბატონო, მე მგონი 4-იც ზუსტად მაგრამ ბოლო უკვე სანამ ჩემპიონატის შესვენებაზე გავიდოდა, ბოლო მატჩებში გამოიკვეთა რას თამაშობდა შუსტერი, რისი თამაში სურდა ყოველ შემთხვევაში და შედეგებიც მოვიდა. იქ სუპერთასზე ვერ ითამაშეს და სუპერთასი მოდი ვთქვათ, რომ ძალიან სპეციფიური ის არის, მოვლენა არის. გინდა ერთმატჩიანი ყოფილიყო, გინდა ეხლა ნახევარფინალი, ფინალები ყოველთვის ცოტა სპეციფიური იყო და ხო, სათვალავში მისაღები არ არის, ჩემი შეგრძნები თორე როგორ არ არის ტიტული. ყველაზე მეტად რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა თუ შეგიძლია რომ მითხრა, რომ გამოყოთ. აი როგორც დავიწყე საუბარი, ყველაზე მეტად არ მომეწონა პირველ თამაში ის შეუთამაშებლობა და ის რაღაც არა ერთ ხაზზე ყოფნა გუნდისა, როცა თითქოს კონკრეტული მოთამაშეები რაღაც განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მეორე თამაში ამის საპირისპიროდ მომეწონა სწორედ ის, რომ რაღაც პოზიციურ თამაში საერთო აზრზე იყო გუნდი და ეს გადმოქონდა თამაში. გუნდურობა. მე პირველ რიგში მომეწონა ის, რომ ფარხმალი არ დაღარა ტორპედომ და ხუთ ისეთ შემთხვევას ვერ ჩამოთვლის ვერც ერთი ქართველი ჟურნალისტი, როცა ქართულმა კლუბმა, საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლო წუთზე გაათანა რა, ან თამაში გადაარჩინეს ჩვენი სცენია პირველი გოლს თუ უშვებ, მე ტაიმის ბოლოს კიდე გვემატება ხოლმე. რამდენი ჩამოთვლით ისეც, რომელიც მაგ დროში გაგვიშვიდა. ძალიან ბევრს ჩამოთვლით, ამიტომ ეს მომეწონა, რომ ეს რაღაცნაირი ტენდენცია უარყოფილი იქნა, რაც ნეგატივთან იყო ასოცირებული. გადავიდეთ ახლა ომონიაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ორი თუ მინიმუმ ორი თავით მაღლა დგას ახლა ეს ომონია, თუნდაც ყაზახურ კლუბთან, მაგრამ დიდი ხანია შენ ფეხბურთს აგვირდები. ერთადერთი მე რისი ხაზგასმა მინდა, იცი, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს სათამაშო ტონუსის გარეშე, ძალიან მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობა გჭირდება, რომ თამაშის ბედი გადაწყვიტო. ომონიას ყავს ესეთი ფეხბურთელები, რამდენიმე მათ შორის ჩვენც ვიცით, მაგრამ აი სათამაშო ტონუსი მაინც მნიშვნელოვანია და ამ ფაქტორების გათვალისწინებით შანსებს როგორ შეაფასებთ? ჩვენი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაც რეალურად ამას უკავშირდება, ხო, რომ ზაფხულში კი ახლა შესვენება, მაგრამ გუნდები ყოფილიყვნენ ტონუსში ევროტურნირების წინ და ზაფხულამდე კარგად მოვედით, ხო. კარგად მოსულიყავით, ეს იყო იდეა. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს უპირატესობა არის ხოლმე და ბოლო სეზონებს რო გადავხედოთ, პირველი მატჩები, აი ამ ორ-რაუნდიანი დაპირისპირებისა ქართულ გუნდებს ხშირად უკეთ ჩაუტარებიათ ზუსტად ამის გამო, რომ უკეთეს ტონუსში ყოფილან. და მეორე შეხვედრები სამწუხაროდ ცუდი შედეგით დასრულებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს გარკვეულწილად უპირატესობა იყოს. თან ფსიქოლოგიურად, რასაც შენ ხაზი გაუსვი, ბოლო წუთზე მატჩის მოგება და მერე 10 კაციანი შემადგენლობით ასეთი გუნდური თამაში შენარჩუნება. ეს ისეთი ორი რამ არის, რაც ფსიქოლოგიურად შეიძლება ტორპედოს ძალიან დაეხმაროს. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ალბათ მართლა როგორც შენ თქვი, ორი თავით თუ მეტით არა აღემატება ომონია ორდაბას, ლეგიონერები იგივე იოვეტიჩი, მონტენეგროელი და სხვა ძალიან ბევრი. მარტო იოვეტიჩიც საკმარისია, სათქმელად, რა ვიცი. სახელები ჟღერს, მოკლედ. სადმე რამე გრანდი თუ ყოფილა, ყველგან ნათამაშებია გამიჩს. კი ბატონო.
ასე რომ სახელებით ძალიან კარგი გუნდია, უბრალოდ წეგანაც ვიხსენებდით, რაღაც ისე გამოვიდა, რომ ტორპედომ ერთი რევანში აიღო იმ გუნდთან, რომელმაც ბოლოს გამოთიშა ორდაბასმა და ახლა უპირისპირდება იმ გუნდს, რომელმაც შარშან გამოაგდო ევროტურნირებიდან და მანდაც 5-2 დაფიქსირდა ორი თამაშის ჯამში გასულ სეზონში ომონიას წინააღმდეგ და სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ ეხა 5-2 საერთო ჯამს გულისხმობ ორი მატჩი ჯამს ვერ ვიტყვი რომ ეგეთი გამოკვეთილი თქვათ უპირატესობა ქონდა ომონიას იქაც აი კლასის ხარჯზე წმინდად თან იქაც იგივე მომენტი იყო იონსენიც ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში იყო გადაწყვეტილიც არ იყო იმ დროს დარჩებოდა თუ არა გუნდში გონია მაინც რომ ახლა ტორპედო უკეთესი გუნდია ვიდრე ერთი წლის წინ იყო ომონიასთან თამაშის დროს. ეხა რა კითხვასაც დაგისვავ, ეგ შეკითხვა ბუნებრივია უკავშირდება გორის დილასაც. აი შენი დაკვირვებით ის ფეხბურთელები, რომლებიც თქვათ უკვე მეორე წელია ტორპედოში არიან და თუ გინდა გორის დილაში მათ თამაშზე თუნდაც გუშინ და თუნდაც ერთი კვირის წინ ნამდვილად ეტყობოდათ. ისინი ნამდვილად გამორჩეულები იყვნენ თითქოს აი სრულიად გათვითცნობიერებული ქონდათ მნიშვნელობა. განასხვებს არ ქონდათ გათვითცნობიერებული, მაგრამ უფრო უკეთესები იყვნენ ამის თქმა მინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა თეორიები რო გამოვრიცხოთ, სულთა პრაქტიკული თვალსაზრისით რომ მიუდგეთ რომ შემადგენლობის სტაბილურ შენარჩუნებას აქვს ძალიან დიდი როლი, თუნდაც იონსენის კომპონენტი შედაც აღნიშნე. კი ბატონო და იცი რა მომეწონა კიდევ რომ ლეგიონერებისგან დავინახე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი აი ის ბრძოლის უნარიანობა და თავდადება რაც წესით ქართველი ფეხბურთელისგან უფრო შესამჩნევია გასაგებია მისთვის ევროტურნირია თან ქართველების სპეციფიკური გულშემატკივრები ვართ ბევრ ქვეყანაში არ ხდება რომ დაუშვათ ტორპედოს გულშემატკივარი გორის დილას გულშემატკივრობს და ასე შემდეგ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის და კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის ეს შემორჩენილი და ჩვენ ყველას წარმატება გვიხარია ვისაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ შესაბამისად ეს მომენტი ქართულ ფეხბურთელს რომ კონდეს სავსებით მისაღებია და ეროვნული იდენტობის დონეზე აღვიქვამთ ევროტურნირების თამაშებს მაგრამ აი ლეგიონერისგან ასეთი მონდომება ასეთი ბრძოლის უნარიანობა ესე იგი გუნდში ჯანსაღი გარემოა და ეს უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ სწორად ვითარდება რაღაცები გორის დილაზე გადავიდეთ ალბათ გაუცილებლად არ გაგვკვირვებია რომ ლუქსემბურგის გუნდს გაცდა უბრალოდ გაგვიკვირდა რომ უფრო დიდი სხვაობით არა ხო გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ აუცილებლად აქ კითხვის ნიშნებს მე ვერც კი შევაქებთ მოკლედ იმის თქმა მინდა განა არ გაგვიხარდა მაგრამ ისე რომ ვაიმე რა კაი რა მაგარი რამე მოხდა ესე უნდა ყოფილიყო და ფაქტი დადგა ასე არ მოხდენის შემთხვევაში გვექნებოდა კრიტიკა, ახლა გვიხარია, მაყოფილები ვართ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად არ მომხდარა, იმიტომ რომ მეტოქის ზალები ფიზიკურად არ ტოვებდა იმის სივრცეს, რომ რაღაც განგვეხილა, გვესაუბრა, რამდენად ძლიერი მეტოქია. მე მგონი ჩვენ სანაკრებო დონეზეც რო გადავიტანოთ, იგივე დაგვემართა ლუქსემბურგთან ნახევარფინალური მატჩის დროს. მაშინაც ცოტა ზედმეტად შევხედეთ ლუქსემბურგის ზალებს. გასაგებია რომ ისტორიული მატჩი იყო, ის რომ არ მოგვეგო ფინალში ვერ გავიდოდით, იქ ვერ გასვლის შემთხვევაში შენდელის აუცარი წელი არ გვექნებოდა მნიშვნელობა გაცილებით მეტი იყო მაგრამ რაღაც ცოტა გადაჭაბებულად უყურებით რომ აი პორტუგალიელი ლეგიონერები ბოდის გიხდით მაგრამ მე ძალიან ნერვიულობდი ლუქსემბურგთან და სხვადასხვა მე ვიყავი იმის მომყე აი მაგ მოსაზრებებთან დაკავშირებით ვიღაცები ამ ბევრი ვიღაცებია ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი ადამიანები ვისაც აქვს ზოგადად დიდი გავლენა სპორტული გულშემატკივრების აზროვნების ფორმირებაში ფეხბურთი მაგიტოა მაგარი რომ ყველა აზრი შეიძლება რომ მართალია. მე მაგალითად ვფიქრობდი რომ ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყავით და გაგახსენებ რომ იქ საიტს რო არ ჩაესტვინა ისე როგორც ჩაუსტვინა. შეიძლება მაგრა გვენერვიულა და სადარდებელი გქონოდა და ამ თვალსაზრისითაც კი გვესმის რომ ჩვენ რასინგთან ვიყავით ფავორიტები, მაგრამ ალბათ გონია რომ ეს თუნდაც ანგარიშის სიმცირე, სხვაობის სიმცირე, მაგ ფაქტმა განაპირობა. და ისიც გავითვალისწინოთ რომ 10 კაცით დარჩა რასინგი და ბოლო წუთამდე გავუჩინოს გატანა, ხო? ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება რომ ასეთ დროს კიდევ უფრო მეტი ძალებით იცავს გუნდი თავს და კიდევ უფრო ჭირს გოლის გატანა, მაგრამ ფაქტია რომ იმაზე მეტი პრობლემა შექმნა ლუქსემბურგის რასინგმა ვიდრე ველოდის. ყოველ შემთხვევაში სიფრთხილე სანაკრებო დონეზეც და აქაც გეთანხმები, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგებმა აჩვენა რომ ცოტა ზედმეტად ნერვიულობდით, ასე მგონია. რა ვქნა, არ გვაქვს ჩვენ ისეთი საკლუბო წარსული, რომ შვიდად ფეხი-ფეხზე განადებული რაღაც ეტაპები გავიარეთ. კარგი, ჯერჯერობით არ უთამაშია სპაერს, რომელსაც თუ ვინმეს არ გაუმართლა კენჭისყრაში.
გაუმართლა სწორედ ამ კლუბი, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ანუ უძლიერესთა შორისაც კი არ არის და ევროტურნირების საგზური მოიპოვა თასის მოგების გზით. ეს ცალსახად ძალიან მაგარი რამ არის, ბევრჯერ ვერ ნახავთ მსოფლიოს მასშტაბით ასეთ რამეს და საქართველოში უკვე მეორე პრეცედენტია, ჯერ იყო გაგრა და ახლა უკვე სპაერი. სპაერის შესახებ გვიანბე, ბევრ გულშემატკივარს და მაყურებელს არ აქვს ინფორმაცია ეს რა გუნდია და ვის ხდება, როდის ხდება, რა პოტენციალი გვაქვს მოკლედ. კი ბატონო, სპაერის ისტორია ხანგრძლივი ნამდვილად არ არის, რამდენიმე წლიანია, სახელმწიფო სტრუქტურის ბაზაზე ჩამოყალიბდა და თავიდან როგორც მეტნაკლებად სამოყვარულო გუნდი და მერე გახდა ეს ყველაფერი პროფესიონალური და მოვიდნენ იქამდე რომ აგერ თასი მოიგეს მეორე რანგით მეორე ლიგაში დიდი ხანია არიან უკვე და ძალიან ცოტა დააკლდათ გადმოსვლისთვის ძალიან ცოტა დააკლდათ და წელს მე მგონი ფავორიტები არიან ამოსვლის იმიტომ რომ ცხელშიც ეგეთი სიტუაცია ლიდერები არიან დიდი სხვაობა აქვს და პირველი თამაში სადღაც მე-14 ტურში წააგეს საერთოდ წაუგებლად მიდიოდნენ თუ ეს პროცესები ბოლომდე ასე მივიდა როგორც დაიწყო წესით შემდეგ სეზონში ნახავთ რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში კარგი გადაწყვეტილება ჩემი აზრით სპაერის მხრიდან იყო ის რომ იმ ბირთვში ინარჩუნეს რომელმაც თასი მოიპოვა და რაღაცა დაფასების მომენტიც არის იმ ფეხბურთელების რომლებმაც ეს შედეგი მოიტანა და სწორედ ისინი ითამაშებენ ევროტურნირებზე რეალურად გასაგებია რომ სპაერი ისე ვერ გაძლიერდებოდა ამ დროში თავისი ფინანსური და ყველანაირი რესურსით რომ რაღაც განსაკუთრებული ლეგიონერები ჩამოიყვანა უარია თქვა ამ შემადგენლობაზე და რაღაც ჯგუფში გასვლა დაესახა მიზნად ხო ამას რეალისტები ვართ ვაცნობიერებთ მაგრამ ეს ჟესტი რომ საკუთარი ფეხბურთელები ბირთვი შეინარჩუნეს საფეხბურთო თვალსაზრისითაც კარგია და იმ ხრივაც რომ დაფასებაც გამოდის ამ ფეხბურთელებს და ვინ არის მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ავსტრიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი შეიძლება ითქვას თასი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული სუპერთასი ყველაზე მეტჯერ და ჩემპიონატში არის მეორე ადგილზე და როგორი გამალებული ბრძოლა გაუჩაღა ამ კლუბმა ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტორმს მთელი სეზონის განმავლობაში ხო ნუ ყველა ამით ნუ აქ გამოკვეთილი აუთსაიდერები ვართ მაგრამ ფეხბურთის ისტორიას გაცილებით უფრო მეტი ღირსეული თამაში შემორჩა მეხსიერებაში ვიდრე დიდი ანგარიში ამიტომ ადამიანები ესეთ რაღაცებს უფრო ხშირად იმახსოვრებენ ხოლმე და მოდი ვიმედოვნოთ რომ ეს იქნება დასამახსოვრებელი ჩვენთვის პოზიტიურად თამაშები და მივადექით ახლა საქართველოს ჩემპიონს იბერია 1999-ს რომელმაც მართლა მე მგონია რომ შესაძლებლობების ზღვარზე გაიარა მაგრამ ნუ არ გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა იბერიამ და კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ამის ერთადერთი გამოსავალი ალბათ არის ის რომ სტაბილურობა ჩამოყალიბდეს ქართულმა გუნდებმა შეძლონ ეტაპების გადალახვა რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემპიონს გაუმართლოს და აღარ შეხვდეს ისეთი გუნდი პირველ ეტაპზე როგორც არის მალმიო როგორც ყოფილან წინა სეზონებში სხვა გუნდები სხვანაირად ძალიან ძნელია ძალიან დიდია სხვაობა შვედეთის ჩემპიონატებში შორის შეიძლება დიდი სხვაობა არ იყოს მაგრამ მალმიოსა და იბერიას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ფიზიკურად ძალიან ძნელი და გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა უბრალოდ იმედს მაძლევს ის რომ სტაბილურობა რაც ამ გუნდს აქვს მწვრთნელი რომელიც იდეალურად იცნობს გუნდს დიდი ხანია აქ არის მესამედ დაბრუნდა მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მწვრთნელი საქართველოში ლევან კორღალიძე ვთქვათ ბატონო და მისი მეთაურობით 30 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს საქართველოს ჩემპიონატში კარგ სვლაზეა გუნდი და მე მაინც ამ გუნდის მეიმედება რომ მინიმუმ ლევადიას ბარიერის გადალახვა მაყურებელს ვთქვათ ლევადია არის ესტონეთის კლუბი და აქ ორი აზრი არ არის რომ იბერია 1999 ფავორიტია და ეს ბარიერი უნდა გადალახოს აუცილებლად. როგორც პრინციპში რასინგზე ვთქვით და გორის დილაზე იგივე შეგვიძლია ვთქვათ რომ აქაც მოითხოვება იბერიას ამ ბარიერის. თუმცა ქართულ ფეხბურთის პერიოდიც ახსოვს როცა არავის წინააღმდეგ არ იყო არც ერთი ქართული კლუბი ფავორიტი სამწუხაროდ აღარ გავიხსენოთ ეს ფარერის კუნძულების წარმომადგენელი გუნდი და ასე შემდეგ მაგრამ დავიწყებათაც მარტივი არ არის. და ყველაზე მტკივნეული მაგალითად ჩარშანდელი შემიძლია გავიხსენო როცა მონტენეგროს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გამოთიშეს დიჩიჩმა და მორნარ ბარმა რომლებიც საერთოდ
მე პირადად დეჩიჩი ვიცოდი, მორნარ ბარი პირველად გამოვიდნენ საერთოდ ევროტურნირებზე და დინამო თბილისი და დინამო ბათუმი ორი ტიტულოვანი ისტორიული ქართული გუნდი გამოაგდეს თითქმის უშანს. მოკლედ გორის დილას მეტოქის შესახებ არ გითქვავს. გორის დილას მომდევნო მეტოქი არის ლატვიური რიგასი. ხო, სწორედ ვამბობ, რიგასი. ორი გუნდი RFS-ი და RFS-ი და ორივე ჩვენთვის ზოგადად ლატვიაში ქართველ ფეხბურთელებს კარგად იცნობენ. ამ RFS-ში ოდიშარია თამაშობს და მარტო არ თამაშობს, საკვანძო ფეხბურთელია. აი რიგასთან დაკავშირებით შენი სიტყვა შეგიძლია. რიგასაც ჰქონდა წარმატების ისტორია რამდენიმე სეზონის წინ, მათაც ითამაშეს კონფერენს ლიგაზე. არ არის ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც RFS-ი. ლეგიონერები RFS-ის გაცილებით მეტი და ხარისხიანი ყავს ვიდრე რიგას, მაგრამ რასაც გადავხედე, ტოვებს შეკრული გუნდის შტაბეჭდილებას და ხშირ შემთხვევაში სახელებთან შედარებით ეს უფრო გადამწყვეტი აღმოჩნდება ხოლმე გუნდურობა, დიდხანს ერთად თამაში, რაც ხშირად საუბრობთ, რომ ქართული გუნდების პრობლემაა, 2-3 სეზონის განმავლობაში ქართული გუნდი ბირთვს ინარჩუნებდეს, ცოტა შემთხვევაა ძალიან. იგივე იბერია შეგვიძლია გავუსვამოთ, რომელიც გამონაკლისია ამ თვალსაზრისით. და იმიტომაც არის ჩემპიონი. იმიტომაც არის ჩემპიონი. აი ეს სტაბილურობა, რომლის გარეშეც არაფერი არ გამოდის, ძალიან საჭირო. და რიგას ეტყობა, რომ დიდი ხანია ეს ფეხბურთელები აქ თამაშობენ. ალბათ შანსები 50-50-ზეა, განსაკუთრებულ ფავორიტად ვერც გორის დილას მივიჩნევ, ვერც რიგას. მართლა კონკრეტულად იმ თამაშებში გამოჩნდება, ვინ უფრო მზად არის. და რა ტემპერატურა იქნება იმ კონკრეტულ დღეს, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ წლის კონკრეტულად ამ პერიოდში ამ კომპონენტს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება, არ გამოჩენილა მარტო ჩვენს მაგალითზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ავიღოთ, რამდენად რთულია და როგორი განსხვავება იყო, ხო, სამხრეთ ამერიკელები დაქროდნენ, არგენტინული და ბრაზილიური კლუბების ფეხბურთელები, ევროპელებს ძალიან უჭირდათ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მაინც კლასმა თავისი საქმე ხნა და ყველაფერი თავის ადგილას დასრულდა. ნუ მეტნაკლებად შეგვიძლია პოზიტიურად ჩავთვალოთ ორიდან ორი გუნდი მომდევნო ეტაპზეა, ვინც ითამაშა, სპაერი განთესილი იყო და მეორე ეტაპზე ითამაშებს, 100%-იანი შედეგი გვაქვს და რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ და ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ სუსტი მეტოქეები ყავდა, ნუ 100%-იანი შედეგი, 100%-იანი შედეგია და ძალიან შორს ვართ იმისგან, რაც გვინდა, მაგრამ იმის ფონზე, რაც ბოლო წლებში ვნახეთ, ძალიან ბევრი ტრავმა მივიღეთ ფეხბურთის გულშემატკივარმა. ამასთან შედარებით რაღაც ნიშანწყალი უკეთესობის გაქვს. ლეგიტიმურია ჩვენი სიხარული, მოკლედ რა ვთქვა. ეხა მინდა მაყურებელს განვუმარტოთ, რატო არის, თქვა, ძალიან გადამწყვეტი ყველა თამაში მინიმუმ არ წაგება ევროტურნირებზე. ნუ ხა იმას არ ვამბობ, რომ მომდევნო ეტაპზე გადიხარ, მაგალითად ერთი თამაში თუ 6-0 წააგე და მეორე თამაში 1-0 მოიგე, ეს მაინც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეულ მოგებაზე, თითოეულ გუნდს კონკრეტული კოეფიციენტი ენიჭება, რომლის მიხედვითაც მერე ჯამდება ქვეყნის კოეფიციენტი UEFA-ს საკლუბო რეიტინგში, სადაც საქართველოს ძალიან ცუდი ადგილი ჰქონდა. სამწუხაროდ ცოცხალ ცხრილში, ლაივ ცხრილში ახლა არის ისეთი ვითარება, რომ შემდეგ სეზონში ჩვენ კარგავთ ერთ გუნდს. ანუ ის რაც ყოველთვის ხდებოდა, 4 გუნდით გავდიოდით ევროპულ ანუ ჩემპიონი და 3 კონფერენს ლიგის გუნდი. 3 კონფერენს ლიგის გუნდი. ამ მონაცემებით ეს ასე აღარ იქნება და გვეყოლება ჩემპიონი და 2 კონფერენს ლიგის გუნდი. იმისთვის რომ ეს შევცვალოთ, აი რაც შენი საუბრე, ეგ არის აუცილებელი, რომ მეორე ეტაპზე მატჩები მოვიგოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და დაგროვდეს ქულები, რომელიც მოგცემს, რომ სადღაც 47-52 პოზიციამდე ისევ დავბრუნდეთ და ეს ერთი ადგილი არ დავკარგოთ. ამიტომ ვუდგებით ასეთ დიდი მნიშვნელობით წლევანდელ ანუ გვჭირდება, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინიმუმ ორი გამარჯვება მოვიპოვოთ თუ 3. ხომ არ გახსოვს თითო 250 ქულას 0.250 ქულას ანიჭებს. 0.150 არის ფრეზე და ბოლო 5 წლის შედეგები ჯამდება, რის მიხედვითაც უკვე შემდეგი სეზონის კვალიფიკაციის ამბები ირკვევა. ზუსტად რამდენი გამარჯვება გვჭირდება არ მახსოვს, მაგრამ არ ეგ ხვებზეც არის დამოკიდებული, ვერც გვეწოდინება ხო მართალი. პირობითად თუ რაღაც სან მარინოს გუნდი ჯგუფში გავა, ჩვენ რომ პლეიოფამდე მივიდეთ, შეიძლება ხო დავიღუპოთ. ამიტომ ბევრი რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და იგივე სპაერის შემთხვევა რო ვთქვათ, გასაგებია რომ აუთსაიდერად არის მიჩნეული, მაგრამ თუნდაც ერთ მატჩში რომ ერთი ყველაფერი ხდება ფეხბურთში და უსულოდ წარმატება, მაგრამ პროგრამა მინიმუმი თუნდაც ერთ მატჩში რომ არ წააგოს ან ქულა
გოლები მოიპოვოს ან მატჩი მოიგოს ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება იქნება სპაიერის მხრიდან რაც შეიძლება ქართული ფეხბურთის საერთო საქმე მატერიალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და რო შევაჯამოთ შენ აქტიურად ანდევნებ თვალს და მუშაობ საქართველოს ჩემპიონატის გაშუქებაზე ჩემი გადმოსახედიდან სტაბილურობის არ ქონა არის მთავარი პრობლემა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის და ამ ყველაფერმა თავი არაერთხელ იჩინა თითქოს გვაქვს პროგრესი მაგრამ ძალიან მინიმალისტური შენი გადმოსახედიდან აი თუ შეგიძლია თქვა 2 ან 3 ისეთი ძალიან აშკარა პრობლემა რომლის გამოსწორებას პირველ რიგში გვმართებს ჩვენ ყველას ერთად კი ბატონო ეს მართლა თალკე საუბრის თემაა იმ ხელა პროცესია საერთოდ ამ ხრივ ჩასატარებელი კლუბების ხელმძღვანელობის მხრიდან და რაღაცები არის დასალაგებელი მაგრამ გამორჩეული ალბათ არის სწორედ ის რაც შენ თქვი სტაბილურობა რომლის გარეშე ხედავთ რომ შედეგი არ მოდის შეიძლება შენ არ ყავდეს განსაკუთრებული სახელები არც ქართველები არც ლეგიონერები მაგრამ ყავდეს ბირთვი ყავდეს გუნდი აი მაგის მაგალითი ვთქვათ საჩხერის ჩიხურა კი ბატონო რომელსაც არანაირი გამოკვეთილი არც ბიუჯეტი და არც ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელები არ ყავდა არასდროს, მაგრამ ყავდა ბირთვი 5-6 ფეხბურთელი და ყოველთვის ერთ ეტაპს გადიოდა საკვალიფიკაციო ეტაპს. კი ბატონო, ეს სტაბილურობა აუცილებლად და მეორე ალბათ შემიძლია ვთქვა ლეგიონერებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რასაც ქართული გუნდები აწარმოებენ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ისეთ ლეგიონერებს, რომლებიც არც იქამდე გაგვიგია და როცა ქართულ გუნდებს ტოვებენ, მათი კარიერის კვალიც რაღაც ისე უაზროდ იკარგება და დიდად ვერ მივაკვლევთ ხოლმე. ამ ხრივ ალბათ გორის დილას მუშაობა არის გამოსარჩევი, რომელსაც ბევრი ლეგიონერი ჩამოყავს. იქიდან შეიძლება ყველამ არ გაამართლოს, მაგრამ რამდენიმე 4-5 ყოველ სეზონში ისეთი გამოჩნდება, რომელიც იმაში ეხმარება, რომ იყოს სწორედ ისეთი სტაბილური გუნდი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, 3-ელში, 4-ელში იბრძოლოს და გავიდეს ევროტურნირებზე, იქ 1-2 ეტაპი გაიაროს და მერე ამ კარგი თამაშით გაიყიდოს ისე სარფიანად, რომ გორის დილამ შეავსოს თავისი ბიუჯეტი. არსებობა გააგრძელოს. ხო, ამ ხრივ ეს სწორი მიდგომა მგონია და ეს ამბავი ბოლო დროს ცოტა გამოსწორდა. იგივე მამადუსახოს ტრანსფერმა ხარისხიანი ლეგიონერების იმიჯზე იქონია გავლენა, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატზე იქონია გავლენა. მოკლედ მამადუსახო კარგი ელჩი იყო, რასაც მის სათამაშო კონდიციებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. საფეხბურთო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუძენია ჩვენ ჩემპიონატისთვის, მაგრამ საიმიჯო მხრივ მნიშვნელოვანი იყო და ხარისხიანი ლეგიონერების გარეშე მე მგონი ძალიან გაჭირდება, ასე რომ ხო, მაგრამ მე ჩემ პოზიცია მაქვს ლეგიონერები 3-4 ხო, მეც ყოველთვის ქართული ფეხბურთელების მომხრე ვარ, თუნდაც ახალგაზრდების პრაქტიკის მიღებისთვის, გაზრდისთვის, იგივე კლუბის სამომავლო ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ თუ ლეგიონერი ჩამოდის, ჯობია იყოს ცოტა და ხარისხიანი ვიდრე ბევრი და ყველა ქართველს უნდა ჯობდეს. ხო, და მაშინ იქნება ძალიან კარგი. მოკლედ ეს არის პროცესი, რომლის შესახებაც საუბარი შეიძლება არ დამოიწუროს არასდროს, იმიტომ რომ თემა ძალიან საინტერესოა, თან საქართველოში ხო იცი, ღვინო და ფეხბურთი ყველა მიცის და ჩვენც მე მგონი მაგრიგებში გავდივართ. ყოველ შემთხვევაში შეგრძნება ესეთი გვაქვს. კარგი, დიდი მადლობა ამირან სტუმრობისთვის. ქართულ კლუბებს წარმატებები უსურვოთ მომავალ ეტაპებზე. ძალიან საინტერესო ზაფხული ელოდება ქართულ სპორტს. ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის 19 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ფინალია თელავში უკვე კვირას. გვაქვს ევრობასკეტი წინ და უამრავი კიდევ სპორტული ღონისძიება, ასე რომ კარგ ზაფხულს გისურვებთ, მე სექტემბრამდე დაგემშვიდობებით.